გადაცემის მხარდამჭერია ფრანგულ-ქართული სამედიცინო ცენტრი კახეთი იონი. Მადლობა ტელემაყურებლებო, გადაცემა ჯანმრთელობა ტელეკომპანია გურჯაანის ეთერშია გამარჯობათ. მივესალმებით ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. შეგახსენებთ იმასაც, რომ გადაცემის მხარდამჭერია ფრანგულ-ქართული სამედიცინო ცენტრი კახეთი იონი, სადაც წარმატებით მიმდინარეობს სკრინინგით გათვალისწინებული გამოკვლევები. ეს გამოკვლევებია მანდილოსნის სარძევე ჯირკვლების, სადაც უნდა მიბრძანდნენ 40-დან 70 წლის ასაკის მქონე ქალბატონები, საშვილოს ნოსყელის გამოკვლევა 25-დან 60 წლის ასაკის მქონე მანდილოსნები, მსხვილი ნაწლავის გამოკვლევა 50-დან 70 წლის ასაკის მქონე მოქალაქეები და პროსტატის გამოკვლევა 50-დან 70 წლის ასაკის მქონე მამაკაცები. თბილისის გარდა საქართველოს ყველა რეგიონიდან ცხადია ეს ყველაფერი უფასო. ხელმძღვანელი ქალბატონი ხათუნა ჭონიაშვილი. ასევე გახსნა და ფუნქციონირებს დიალიზის და ქიმიოთერაპიის კაბინეტი, სადაც შესაბამისი კუთხით დაავადებულებს შეუძლიათ მიბრძანდნენ და ჩაიტარონ კურნალობა. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ოჯახის ექიმი ქალბატონი ელმირა ბეციაშვილი. მოგესალმებით ქალბატონი ელმირა და ჩვენ კიდევ ერთხელ დღეს ვისაუბრებთ და უნდა შევეხოთ ისეთ საშიშ და ვერაგ დაავადებას, როგორც არის გრიპი. და განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდში და საერთოდაც მეტად აქტუალურია ეს ღორის, ფრინველის და სხვადასხვა სახის გრიპები. და საქართველოში დღეს ალბათ თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ ძალიან კარგად იცის და ყველანაირად ცდილობს რომ რაც შეიძლება მოერიდოს ამ გრიპით დაინფიცირებას, ღორის გრიპი, რის გამოც უკვე თითქმის 9 ადამიანი გარდაიცვალა საქართველოში. ამასთან დაკავშირებით პირველ რიგში კიდევ ერთხელ ჩვენს ტელემაყურებლებს ვესაუბროთ თუ რა სიმპტომები აქვს, რა კლინიკური ნიშნები აქვს და შემდგომში უკვე სხვა საკითხებთან ერთად ალბათ პრევენციაზეც ვისაუბროთ თუ როგორ ავიცილოთ ავიდან. გთხოვთ ქალბატონო ელმირა. მესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, მოგესალმებით თქვენ ბატონო გურამ. მინდა ვთქვა რომ გრიპი ნამდვილად ეს არის ერთ-ერთი საშიში ვირუსული დაავადება, რომელიც მიეკუთვნება ზედასასუნთქ გზათა სისტემის დაავადებას, ზედასასუნთქ გზების კლასთა დაავადებას. ამავდროულად მინდა ვთქვა რომ გრიპი ეს ყოველთვის როგორც ნებისმიერი სხვა ვირუსული დაავადება გამოირჩევა თავისი მაღალი აქტივობით, თავისი გავრცელების მიხედვით და ასევე დაავადების მძიმე მიმდინარეობითაც. დღესდღეობით საქართველოში ათასობით ადამიანი დაავადდა იგივე ღორის გრიპით, რომელიც არის H1N1 ვირუსით გამოწვეული დაავადება, მაგრამ მათ გადაიტანეს ძალიან მსუბუქად. თუმცა ჩვენ მქონდა ლეტალური შემთხვევებიც, რომელიც დაფიქსირდა 8 პაციენტში, აქედან ერთი იყო H3N1 ვირუსი და 7 შემთხვევა ჰქონდა H1N1 ვირუსით გამოწვეული. ლაბორატორიულად სულ დადგენილი არის 155 შემთხვევა H1N1 გრიპის ვირუსი, აქედან H1N1 ვირუსი არის გამოწვეული, დაავადებული არის 155 ადამიანი და 10 ადამიანში არის H3N1 ვირუსი. H1N1 ვირუსი იგივე ატიპის ვირუსთა ჯგუფს კლასს მიეკუთვნება და არის ღორის გრიპის ერთ-ერთი ქვეტიპი, ანუ იმ ვირუსების ერთ-ერთი ქვეტიპი. საერთოდ ვირუსები იყოფა სხვადასხვა ჯგუფებად, ტიპებად, ეს არის A ტიპი, B ტიპი და C ტიპის ვირუსები. B და C ტიპის ვირუსებისგან განსხვავებით A ტიპს აქვს ძალიან ბევრი ქვეტიპები და აქედან გამომდინარე ეს H1N1 და H3N1 ვირუსიც არის იმ ღორის გრიპის ერთ-ერთი ქვეტიპი.
ადამიანები, რომლებიც ანუ უფრთხილდებიან თავიანთ თავს, აქცევენ ყურადღებას პირველსავე სიმპტომების წამოჭრისთანავე, იწყებენ მაშინვე მიმართვიანობას ექიმთან, ან თავად იწყებენ სახლში სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებას. რა თქმა უნდა, მათთან შედარებით, რადგანაც ფხიზლად არიან, უფრო მსუბუქად მიმდინარეობს. ვირუსი იწყება მაღალი ტემპერატურით, 38 და მეტი, სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი, შესაძლებელია ტემპერატურა მხოლოდ ერთჯერადად იყოს 3 დღის განმავლობაში და შემდგომ მხოლოდ ერთხელ იყოს თერმომეტრის დაფიქსირებული მაღალი ტემპერატურა, შემდგომ აღარ გქონდეს ჩვენ მაღალი ტემპერატურა, მაგრამ გვაქვს სახსრების ტკივილი, ძლიერი თავის ტკივილი, არის კუნთების ტკივილი, ღებინების შეგრძნება, ან გულისრევა ღებინება გვაქვს, ასევე დიარეა. ასეთ შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად უნდა დავიწყოთ სიმპტომური მკურნალობა და უნდა დავაკვირდეთ თუ 72 საათის განმავლობაში არ ხდება პაციენტის, ანუ ესე ვთქვათ, დინამიკაში წინმოსვლა და მდგომარეობის გაუმჯობესება, ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს მისი აუცილებლად გაგზავნა ლაბორატორიაში, უნდა ხდებოდეს მისგან მასალის აღება, როგორც სისხლის საერთო ანალიზი, ასევე უნდა იქნას გამოკვლეული ის სპეციალური პოლიმერაზული ჯაჭვით ხდება ამ კონკრეტულ ვირუსზე გამოკვლევა, რომელიც მასალა იგზავნება თბილისში, ეს არ კეთდება რაიონებში და უნდა დადგინდეს ხომ არა გვაქვს საქმე ღორის გრიპთან. ეს დაავადება საკმაოდ რთულად მიმდინარეობს ქრონიკულ პაციენტებში, ესენი არიან გულის იშემიური დაავადებით შეპყრობილი პაციენტები, მხოლოდ გამოირიცხება ჰიპერტონული დაავადება, ესეც წნევა, ყველა წნევიანი არ შეიძლება მძიმედ დაავადდეს, თუ მასთან არ ახლავს პარალელურად რაიმე მძიმე გულის უკმარისობა ან თირკმელების უკმარისობა. დოქტორ ერმირა, ის მაინც თლათ დავამშვიდებთ ჩვენს ტელემაყურებლებს, იმიტომ რომ ყოველთვის მაღალწნევიან პაციენტს, ამ შემთხვევაში მოქალაქეს, თან ახლავს მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია, რაც ავტომატურად უკვე რა თქმა უნდა, მაგრამ გაიდლაინით მოწოდებული არის, რომ უფრო მძიმედ მიმდინარეობს და უფრო საშიშია, თორემ მასე ჩვენ ჯანმრთელ პირებშიც, პრაქტიკულად ჯანმრთელ პირებშიც შეიძლება დაავადება მძიმედ განვითარდეს და მიმდინარეობს. აქ ჩვენ მოდუნების და მიძინების უფლება არ გვაქვს, მაგრამ გაიდლაინით მოწოდებული არის, რომ თუ არის ჩვეულებრივი ჰიპერტონიკი, მასთან არ არის არანაირი სხვა გართულებები, აქ ჩვენ ნაკლებად გვაქვს გართულების შანსი, მაგრამ თუ არის თირკმლის უკმარისობა, არის გულის უკმარისობა, გვაქვს ასევე ღვიძლის დაავადებები, ქრონიკული დაავადებები, ასევე გვაქვს ჩვენ ვიცით ძალიან ხშირი ამ ბოლო დროს თირკმლის უკმარისობიანი პაციენტები და რომლებსაც სჭირდებათ დიალიზი, ესეთი პაციენტები, შიდსით დაავადებული პაციენტები, ასევე ისეთი პაციენტები, რომლებიც ხანგრძლივად ღებულობენ სტეროიდებს, თავიანთი რომელიმე დაავადების გამო უწევთ ხანგრძლივად სტეროიდების მიღება, მათთან ჩვენ ვიცით, რომ იმუნური სისტემა არის ძალიან ფაქტურად ნულის ტოლფასი, ნულია და ამ დროს ისინიც იმყოფებიან რისკის ჯგუფში. ასევე რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან ბავშვები 5 წლამდე ასაკის ბავშვები. მე არ ვამბობ, რომ 5 წლის ზემოთ არ შეიძლება გართულდეს ვირუსი, შესაძლებელია გართულდეს, იმიტომ რომ ის ვირუსია და შეიძლება ძალიან მძიმედ განვითარდეს თითოეული ინდივიდი, ყველა პიროვნება არის ცალკეული ინდივიდი და ამიტომ ჩვენ არ ვიცით ვისი ორგანიზმი რა რეაქციას მოგცემს კონკრეტული ვირუსის შეხვედრის შემთხვევაში. ასევე საშიშები არიან მოხუცები 60 წელს ზევით, 65 წელს ზევით, ორსულები და აი ამ კატეგორიას განსაკუთრებით უნდა მიექცეს ყურადღება. პირველსავე სიმპტომის გამოჩენისთანავე მათ უნდა დაიწყონ მაშინვე ღონისძიებები, ყელის ტკივილის დროს უნდა დაიწყონ სითხეების მიღება, მაღალი ტემპერატურის დროს სითხეების მიღება და დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს. სასწრაფოდ მაშინვე უნდა მოხდეს მათი მკურნალობა, ხშირ შემთხვევაში ჩვენ ფაქტურად ჯანმრთელ პირებში და ახალგაზრდებში ძირითადად ესე ვთქვათ, სიმპტომური საშუალებები სრული საკმარისია იმისთვის, რომ არ გაგვირთულდეს ეს ჩვენი ყველაზე საშიში ღორის გრიპი, რასაც ვეძახით საშიშს H1N1 ვირუს. თუმცა ხშირ შემთხვევაში ადამიანები სახლში რაღაცას ღებულობენ, ერთი კვირის განმავლობაში არის სახლში, მიიღო რაღაცა სითხე, ან არ მიიღო სითხე, ან არ იცის რა გააკეთოს წერს და ამ ერთი კვირის განმავლობაში როცა უკვე გაუძლიერდება ხველა, უკვე როცა გართულდება პნევმონით, ამ შემთხვევაში მომართავს ექიმს. არა, ეს უკვე არის დაგვიანებული მკურნალობა, რომ არ გაგირთულდეთ და ძვირი არ დაგიჯდეთ თქვენ მკურნალობა პაციენტებო და არ დაუჯდეთ სახელმწიფოს ასევე ძვირი თქვენი მკურნალობა, ამიტომ დროულად მომართეთ ექიმს, რათა აირჩილოთ ეს საშიში ვირუსული დაავადება. დოქტორ ერმირა, ძალიან კარგი რომ თქვენ ასე კარგად ახსენით ის სიტუაცია, როდესაც ვირუსი
გადაეცემა ადამიანის ორგანიზმს და ის კლინიკური ნიშნები, რაც მას ახასიათებს და პლუს ჩვენ ასევე მოუწოდეთ ჩვენს ტელემაყურებელს, რომ აუცილებლად საწყისვე სტადიაში მიმართოს ექიმს. ეხლა ყოველთვის ჩვენ ხას გავუსვავთ და საუბრობთ იმაზე, რომ პერიოდი ამ ვირუსის გააქტიურების არის ზამთარი. ვინაიდან გაციება ერთვის თან და ყველაფერიას აისახება იმაში, რომ ადამიანის ორგანიზმი ისედაც უკვე სუსტდება და ავტომატურად ხდება, რომ ნებისმიერი პატარა შემთხვევის დროსაც კი მას ადვილად მოერევა ესა თუ ის დაავადება. მაგრამ ხომ ჩვენ ადრეს გვისაუბრია, რომ გავმიჯნოთ გრიპოზული დაავადება, ალერგიული და გაციება. აი კლინიკური ნიშნები ამათ როგორ აქვთ? თითქმის გაციებასა და ეხლა გასაგებია გრიპით დაინფიცირებულ შორის უფრო იქ ტანში მტვრევა, პლუს ტემპერატურის მატება სხვადასხვა, მაგრამ აი საწყის სტადიაში თავიდანვე, ესე იგი შემცივნება, თუნდაც იგივე ყელის ტკივილი და სხვადასხვა, ხომ არ იწევს იმას, რომ ჩვენი მოქალაქე ცდილობს, რომ შეიძლება გავცივდი და იქნება 1-2 დღეში გამიაროს. აი ამასთან დაკავშირებით თუ შეიძლება რჩევადი. რა დავიწყოთ იმით, რომ ალერგიული დაავადებების შემთხვევაში ფაქტიურად პაციენტს ზამთრის პერიოდში არ აქვს ალერგია, ვიცით რომ ზამთარი არის ეს პერიოდი არის ყველაზე ნაკლებად ალერგიული, თუმცა ადამიანები, რომლებიც ალერგიით არიან დაავადებულები და მათ ისედაც ჭირთ ალერგია, ჩვენ ისედაც მან იცის რომ ეს არის მისთვის ალერგია და ამიტომ სულაც არ არის ძნელი გასარჩევი, თუნდაც იმიტომ რომ ალერგიის დროს პაციენტმა გადასარევად იცის რომ არ აქვს მაღალი ტემპერატურა, არავითარ შემთხვევაში არ ექნება, მას ექნება ცემინება, ცხვირიდან ჩამონადენი, ექნება შეიძლება ქონდეს მშრალი ხველა და თვალების წვა და ქავილი. ეს უფრო ალერგიული. ჩვენ ახლა საუბრობდით რომ აი ანუ გაციებასთან დაკავშირებით წამოსული სიმპტომები, ეს არის ზედასასუნთქი-გზების მწვავე რესპირაციული დაავადება, რომელიც რესპირაციული სინციტიური ვირუსი იწვევს. მისთვის დამახასიათებელია ძირითადად სინუსიტები, უფრო შეიძლება ქონდეს ანუ ცხვირიდან ჩამონადენი, აქაც არის მაღალი ტემპერატურა 38 და შესაძლებელი 38.5-მდე იმის ზემოთ უფრო არ ადის, რაც შეეხება ამ ვირუსის შემთხვევაში ჩვენ უფრო 3 დღის მერე, ანუ მე-5 დღეზე უკვე ვიღებთ ანუ ტემპერატურის ნორმალიზებისკენ მოდის, რაც შეეხება H1N1 ვირუსის დროს ტემპერატურა იწყება მაშინვე მაღალი, ანუ ყოველგვარი შეიძლება ცხვირიდან სულ არ იყოს ჩამონადენი, ყოველგვარი ანუ სიმპტომატიკის გარშე პირველადვე იწყება მაღალი ტემპერატურა, რომელიც არის 38-ზე მაღალი, ანუ ფაქტობრივად 39-39.5 იწყება სახსრების ძლიერი ტკივილი, იმდენად ძლიერია თავის ტკივილი, რომ აი საკმაოდ შემაწუხებელი ფაქტურად პაციენტი ყოველი ანუ მიუხედავად იმისა რომ ღებულობენ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას ის ჩვენ ვიცით რომ ჩვენ ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები ამავდროულად ტემპერატურის ნორმალიზებისკენ ის არის და მიუხედავად ამისა ძნელია ტემპერატურის ნორმალიზება. აი ამით უნდა გავარჩიოთ, თუმცა ჩვენ თუ ლაბორატორიულად არ გვექნება დასტური რომ ეს არის ნამდვილად H1N1 ვირუსი, ჩვენ მაინც ვერ დავადასტურებთ რომ ის არის H1N1 ვირუსი, თუმცა თავისი უფრო სიმძიმით, თავისი ძალიან ისეთი აქტიური მიმდინარეობით უფრო ვთვლით, რომ შესაძლებელია ჩვენ იყოს ეს კლინიკური ნიშნებიდან გამომდინარე შეიძლება ეს იყოს H1N1 ვირუსი. და ძალიან საინტერესოდ აღნიშნეთ თქვენ და რახან ვირუსებს შევეხეთ და საერთოდ ამ თემაზე ვსაუბრობთ. მოდი ამ ვირუსაც მივაქციოთ ყურადღება. სულ რამოდენიმე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში და საერთოდ დასავლეთში გაჩნდა ახალი ასეთი ვირუსი ზიკა, რომელიც უკვე ფართოდ გავრცელდა, ძალიან საშიშია, განსაკუთრებით ფეხმძიმე ქალბატონებისათვის, რომ უცლის მოშლა ახასიათებს მას და ისიც გაჟღერდა, რომ ჯერჯერობით არავითარი მედიკამენტი მის სამკურნალოდ არ მოიპოვება. აი ამასთან დაკავშირებით რომ წინდაწინვე ჩვენ კი არ შევაშინოთ ჩვენი ტელემაყურებელი და ჩვენი მოქალაქეები, არამედ აუხსნათ რომ ისინი მაინც ფრთხილად იყვნენ და სიმპტომები თუ შეგვიძლია ისიც განუმარტოთ რომ აი როგორ შეიძლება რომ შეამჩნიოს მას. ეხლა ისეთი რამეა ეს ვირუსი რომ
დღეს თუ იქ არის, ჩვენ დღეს უკვე მანძილი უკვე აღარ შეიძლება ხო აი ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ახალ ვირუს ზიკას, თუმცა მასზე არ შეიძლება ითქვას ახალი 2015 წლამდე ეს აფრიკის ქვეყნებში არსებობდა ეს ვირუსი. მისი გადამტანი არის ყოღო, აუცილებლად დაინფიცირებულ, ანუ ინფიცირებულ ადამიანის დაკბენის შედეგად ყოღო დაკბენს, ანუ მიიღებს ყოღო, მერე ყოღო დაკბენს ჯამთელ ადამიანს და ანუ დაასნებოვნებს მას ზიკას ვირუსით. რაც შეეხება ზიკას ვირუსისთვის დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა, დამახასიათებელია გამონაყარი კანზე და არის ასევე დამახასიათებელი კონიუნქტივიტი, ცხვირიდან ჩამონადენი. კონიუნქტივიტი, მოსახლეობისთვის რა ახსნათ, ეს არის თვალის ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესი. ანუ თვალი იქნება შეწითლებული და ანთებითი პროცესი იქნება. დამახასიათებელი. ზიკა ჯერჯერობით ჩვენთან არ არის გავრცელებული, არ არის ჩვენთან შემოსული, თუმცა ჩვენ არ ვიცით, როდის მოხდება ამ ვირუსის გავრცელება საქართველოში. ზიკას ინკუბაციური პერიოდი არის 3-დან 7 დღემდე, ანუ ის უნდა დაიკბინოს ყოღოს მიერ და უნდა 3-დან 7 დღის განმავლობაში უნდა გავიქცეს. კარგად განუმარტოთ კიდევ რომ ეს ზიკა მხოლოდ ყოღოს ნაკბენი გადადის თუ ჰაერწვეთოვანი გზითაც შეიძლება მხოლოდ ყოღოს ნაკბენი ჩვენ თუ ვიცით რომ ის ზიკას ვირუსთან არის დაავადებული და მასთან კონტაქტი აქვს ის ჩვენ არ გზით არ გადადის არის გადამტანი არის ერთადერთი გადამტანი არის ყოღო რა თქმა უნდა სისხლით არის ანუ არის დაფიქსირებული სქესობრივი გზით გადადების შემთხვევები თუმცა რამდენადაც ჩვენ ვიცით რომ ნაყოფი ანუ ორსულობის პერიოდში თუ დაინფიცირდა დედა ნაყოფს საკმაოდ მძიმე სავალალო შედეგებს გვაძლევს არის მიკროცეფალიის მაგრამ შეიძლება მუცლის მოშლაც იყოს ანუ ამავე დროულად შეიძლება ვთქვათ რომ თუ დაუშვათ დედას ისეთ დროს შეხვდა და იმშობიარა და უკვე იმშობიარობის წინა პერიოდი და უკვე იმშობიარა და ანუ ფაქტურად ნაყოფზე გავლენა ვერ მოახდინა ფაქტურად მშობიარობის დროს სამშობიარო გზებიდან დაინფიცირების შემთხვევა არ არის შესწავლილი ჯერჯერობით ეს ფაქტი არ არის დადგენილი ანუ უნდა ვთქვათ რომ დედა ესე არ გადასცემს გარდა ნაყოფის მოშლისა სხვა შეიძლება გამოიწვიოს აღნიშნულმა ვირუსმა განსაკუთრებით ახლა ჩვენ აქცენტი გვაქვს მაინც მანდილოსებზე ქალებებზე ქალბატონებზე მაგრამ მამაკაცებში და იმაში რაც გამოიწვევს აი ვთქვათ დაინფიცირდა მამაკაცი ეს საშიშია რომ გადაძდებს ის მაგრამ იმიტომ არის საშიში რომ მას დაკბენს ყოღო და ყოღო როცა დაკბენს მას ის ყოღო მერე დაკბენს ჯამთელ ადამიანს და ფაქტობრივად ესე გავრცელდება განსაკუთრებით ქალბატონებს ხო ყოღო ხო არ არჩევს მამაკაცს დაკბენს თუ ქალბატონს დაკბენს ანუ ფაქტობრივად გავრცელება იქნება აი ესე და თუ გავრცელდება ფაქტურად ხო ალბათ იმუნიტეტი ჩვენთან არ არსებობს ამ ვირუსის მიმართ იმიტომ რომ არ ყოფილა ეს ვირუსი საქართველოში შესაბამისად იმუნიტეტი არ არსებობს ამ ვირუსზე ნუ ანუ თუ გავრცელდება იქნება ძალიან მაღალი გავრცელებადობა იმიტომ რომ ნუ ჩვენ ვიცით რომ ჩვენთან ძალიან ბევრია ყოღო ამას რომ ვებრძოლოთ ამისთვის უნდა ყოღოს საწინააღმდეგო საშუალებები ყველა შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ მაგრამ რა თქმა უნდა ეს არის ყოღოს სახეობა ეს ყოღო იკბინება მხოლოდ და მხოლოდ დღის საათებში ანუ საღამოს რო იკბინება ის ყოღო არ არის ამ ყოღოს რა თქმა უნდა და ისიც უნდა აღვნიშნო რომ 5 დაინფიცირებული ანუ 5 ადამიანი შეიძლება დაინფიციროს ყოღომ ხო იმ 5 ადამიანიდან შეიძლება მხოლოდ ერთთან განვითარდეს ის დაავადება აი ესე არის აღწერილი ლიტერატურაში არ არსებობს დამცავი მექანიზმი ანუ იმუნიზაცია არ არსებობს ზიკას ვირუსის საწინააღმდეგოდ და თავისი მსგავსებით კიდე მინდა აღვნიშნო რომ მოსახლეობა მიცის ყვითელი ცხელებისთვის დამახასიათებელი დინგეს ცხელებისთვის და ყვითელი ცხელებისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკით მიმდინარეობს და აი ამ დროს სასურველია რომ ცოტა სიცხის დამწევის საშუალებების მიღების დროს და განსაკუთრებით ასპირინის შემცველი პრეპარატებისგან თავი შევიკავთ. ნუ ჩვენ ახლა მოვლენებს წინ გავუსწრებთ იმიტომ რომ ჯერ მისი სამკურნალო მედიკამენტები არ არსებობს და ამიტომ ჩვენ შეიძლება შეცდომაში შევიყვანოთ მაგრამ ჩვენ უბრალოდ მის კლინიკურ ნიჭებს იმიტომ რომ მოსახლეობას სვამს უკვე კითხებს ახალი ვირუსი გაჩნდა ხო არ მაგრამ აქ საკითხი დგება ასეთი ქავტონელი რომ აი ეს ვირუსის დროს ნუ ჩვენ ახლა ფაქტიურად ღორის გრიპიდან გადმოვედით ზიკას ვირუსზე იმიტომ რომ ეს ახალი სახეობა შემოდის და ეს ჩვენმა ტელემაყურებელმა აუცილებლად უნდა იცოდეს რომ ერთხელ დაინფიცირების შემთხვევაში
თქვათ არ არის ფეხმძიმეთ ის მანდილოსანი შემდგომში იქონიებს გავლენას მის მთელ ცხოვრებაზე იქონიებს გავლენას რომ შთამომავლობა არ განავითარდეს თუ როგორია მისი მდგომარეობა ესე იგი მაინც და მაინც უნდა ფეხმძიმეს უკვინოს რომ ნაყოფი მოეშალოს მაგრამ ხო შეიძლება ბავშვს უკვინოს გოგონას რომელიც შემდგომში შეიძლება დედა გახდეს და მას აქ იმის რისკი რომ შესაძლებელია თუ არ არის შესაძლებელი რა თქმა უნდა ვირუსი როცა დაინფიცირდება ანუ ბავშვობის ასაკში გოგონა თუ მას თუ კი არა მას აუცილებლად უმკურნალებენ იმიტომ რომ იქ წამოვა აუცილებლად ის სიმპტომატიკა რომელიც არის გამონაყარი არის კონიუნქტივიტი არის ტემპერატურა და შესაბამისი მკურნალობა აუცილებლად ჩატარდება და არავით მომავალში მას არავით არის ეს მხოლოდ იწვევს იმას რომ შთამომავლობა არ განვითარდეს თუ შვილი არ ეყოლოს თუ ლეტალური შედეგითაც შეიძლება და თვითონ დაიღუპოს ეს ადამიანი არ არის გამორიცხული ლეტალური შედეგით დამთავრდეს იმიტომ რომ ნებისმიერი ვირუსი თავისი აქტიურობით ყოველთვის არის საშიში მაშინ ჩავთვალოთ რომ მამაკაცებისთვისაც საშიში ყოფილა ეს ვირუსი რომელიც ასეთი იქნება ძალიან საინტერესოა ეს რომ ჩვენ და მოსახლეობა თქვენ კარგად აღძიეთ შეკითხვებს უკვე კი, უკვე შეშინდა ხალხი იმდენად კი, არ შეშინდა, ფრთხილობს ეს ხალხი, სიფრთხილესა და შიშ შორის არის ცოტა რაღაც განსხვავება და ისევ დაუბრუნდეთ ჩვენს პირვანდელ საუბარს. დიახ, მოდი როგორია ოჯახის ექიმის როლი ამ ვირუსის ბრძოლასთან დაკავშირებით. თქვენ აღნიშნეთ რომ დაავადებულმა პირველ რიგში უნდა მიმართოს ექიმს, როგორც კი სიმპტომებს შეამჩნევს. მაგრამ ის ვერ მივიდა ექიმთან. აი ოჯახის ექიმმა თუ გაიგო რომ მის სამოქმედო უბანში ეს ვრცელდება ეს გრიპით დაავადებულთა ადამიანებში რაოდენობა არის თუ არა ვალდებული მივიდეს და თვითონ გამოავლინოს და კონკრეტულად მოსთხოვოს რომ მან ჩაიტაროს მკურნალობა ან თვითონ იქ მაქსიმალურად შეძლოს რომ დახმარება აღმოუჩინოს მოდით დავიწყები ასე რომ საერთოდ როცა მაღალი ტემპერატურით მოგმართავს პაციენტი სასურველია პირველ რიგში მიმართოს ოჯახის ექიმს, უბნის ექიმს, როცა რაიონის შემთხვევაში პოლიკლინიკის უბნის ექიმს, თერაპევტს ან ბავშვის შემთხვევაში პედიატრს, იმიტომ რომ ამ დაავადების დროს არ არის სასურველი ხშირ შემთხვევაში იძახებენ ისევ და ისევ სასწრაფოს, რაც არის დროის კარგვა, იმიტომ რომ ამ დროს შეიძლება მართლა ვიღაცას ჭირდება სასწრაფო დახმარება და მისი სიცოცხლის წუთები ითვლება, წამები ითვლება და ამ დროს მოდის ვირუსით დაავადებულთან პაციენტი. ვირუსით დაავადებულ სულაც არ სასწრაფო დახმარება და ვირუსით დაავადებულ სულაც არ ჭირდება სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება. მან უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს. თუ ის ვერ ახერხებს თავად ოჯახის ექიმთან მისვლას და არის ძალიან მაღალი ტემპერატურა და არ შეუძლია ფეხზე დგომა და არის ძლიერი ტკივილი, სახსრების არის ძლიერი ტკივილი, თავის ძლიერი ტკივილი, ამ შემთხვევაში საკმარისია რომ შეატყობინონ უბნის ექიმები მაშინვე გადიან უბანზე და იწყებენ ოჯახის ექიმები ამ დაავადების წინააღმდეგ ბრძოლას. იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში გამოცხადდა, თბილისში განსაკუთრებით საოჯახო მედიცინის ცენტრები სადღეღამისო რეჟიმზე გადაიყვანეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან ჯერჯერობით რაიონებში და სოფლებში ოჯახის ექიმები არ ვართ გადასვლები საგანგებო რეჟიმზე, თუმცა თუ კი ჩვენ პაციენტი გვირეკავს და გვეუბნება, რომ არის გრიპის შემთხვევა, აქვს მაღალი ტემპერატურა და არის ესე ვთქვათ ძლიერი ტკივილი, ტემპერატურის ნორმალიზებას ვერ ახერხებენ მის სიცხის დამწევის საშუალებისა და ამ დროს ექიმი აუცილებლად თვითონ ახერხებს მისვლას პაციენტთან, აუცილებლად ნახულობს. შესაძლებელია იმ პირველი საათის განმავლობაში ზარიდან ვერ მოახერხოს, იმიტომ რომ ადგილზეც არიან ძალიან ბევრი პაციენტები, მომართვიანობა საკმაოდ გაიზარდა წინაკვირებთან შედარებით და აუცილებლად იმ დღის განმავლობაში სადღაც გამოძახებიდან თუ 1 საათში არა, საათნახევარ 2 საათში მაინც ახერხებს რომ მივიდეს და უბანზე მოინახულოს ის პაციენტი, მისცეს შესაბამისი დანიშნულება, რეკომენდაცია და თუ საჭირო გახდება განმეორებით მესამე დღეს განმეორებით კონსულტაციასაც ატარებს ექიმი, თუ პაციენტი ვერ მოდის ისევ ადგილზე, კვლავ მიდის ექიმი პაციენტთან. თუმცა იცით როგორ არის ხშირ შემთხვევაში კიდე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი პაციენტები რატომღაც ყოველთვის ცდილობენ, რომ მაღალი ტემპერატურის დროს ან დალიოს სიცხის დამწევი და თუ არ დაეწია, გამოიძახოს სასწრაფო, იმიტომ რომ ძალიან მაღალია ტემპერატურა. ეს არის მართლა ძალიან დიდი შეცდომა, მართლა ძალიან დიდი დანაშაული. შეუწყოთ ჩვენ ადამიანებმა ერთმანეთს ხელი, დავეხმაროთ ერთმანეთს, გადავარჩინოთ ერთმანეთის სიცოცხლე, სხვანაირად არ გამოდგება. იმიტომ რომ ასეთ დროს შეიძლება ვიღაცას იმ ძვირფას დროს ვართმევთ. და ხშირ შემთხვევაში თვითონ პაციენტი იმდენად არის მოწესრიგებული, რომ იცის რომ როგორც კი ესეთი შემთხვევებიც არის, როგორც კი დაიწყება
მაღალი ტემპერატურა, მიხვდა რომ ეს რაღაცა ისე არ არის როგორც უნდა იყოს, როგორც არის ხოლმე სხვა დროს სეზონური გრიპების დროს, თუმცა ამ გრიპმაც უკვე სეზონური სახე მიიღო. ჩვენ ვიცით 2009 წელს H1N1 იყო პანდემიური გრიპის სახელწოდებით ცნობილი, მაგრამ უკვე მას შემდეგ უკვე ეს არის სეზონურად განვითარებული გრიპი. იმ დროს ჩვენ ძალიან მაღალი, ანუ არ იყო იმუნიტეტი საკმაოდ განვითარებული და ეს უკვე ორგანიზმი შეეგუა ნელ-ნელა ამ ყველაფერს და შესაბამისად ლეტალური შემთხვევების დღესდღეობით ნაკლები გვაქვს. და ადამიანები მომართავენ ექიმს, ან რეკავს და გეუბნება, რომ ექიმო, მაღალი ტემპერატურა, ან ოჯახის წევრს აქვს მაღალი ტემპერატურა, რომ იქნებ გენახათ და ჩვენ მართლა არც ერთი ოჯახის ექიმი არ ზარდება, ყველა ოჯახის ექიმი მიუხედავად იმისა, რომ არის შიდა გზები ამჟამად თოვლიანი და მოყინული, მიუხედავად ამისა, ყველა ოჯახის ექიმი გადის უბანზე, ნახულობს იმ პაციენტს, თუმცა შეიძლება პაციენტი არ მოვიდეს თვითონ და არც დარეკონ და ამ დროს მეზობელი გეუბნება, რომ იცით, ჩემს მეზობლად, მე კი მოვედი, მაგრამ ჩემს მეზობელ ოჯახში ანალოგიური მდგომარეობა, იქ ვალდებული ხარ ექიმი, აუცილებლად უნდა ნახო, შეამოწმო რა მდგომარეობა, რომ არ გართულდეს, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში პაციენტი მართლა არ აქცევს ყურადღებას თავის ისე როგორც შეიძლება მიიღოს სიცხის დამწევები, მაგრამ არ ღებულობს იმასაც, ისიც შეიძლება არ მიიღოს ისეთივე რეჟიმით, როგორც რეჟიმითაც უნდა მიიღოს და რაც შეეხება სითხეებს, არ უყვართ ჩვენს პაციენტებს სითხის მიღება. მაინც და მაინც გადასხმა რო გავიკეთო, გადასხმა არ არის პანაცეა. პაციენტს რომელსაც შეუძლია, რომ დღის განმავლობაში დალიოს სითხე, მიიღოს დიდი რაოდენობით სითხე, მას არ ჭირდება გადასხმა. მან უნდა მიიღოს დიდი რაოდენობით სითხე, სიცხის დამწევის საშუალებები და შესაბამისად, თუ რამე ქრონიკული დაავადება არ აქვს, ადვილად ხდება ამ ვირუსის თავიდან აცილება. გასაგებია და ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ჩვენს ტელემაყურებლებს აინტერესებთ და თქვენ ამაზე პასუხი უნდა გასცეთ. პირველ რიგში თქვენ ხშირად ესაუბრებით ოჯახის ექიმის კუთხით ჩვენს ტელემაყურებლებს, ჩვენს მოქალაქეებს. ფაქტიურად ამას აქვს პროფილაქტიკური მნიშვნელობა იმისა, რომ კიდევ ერთხელ ჩვენ ამა თუ იმ დაავადების შესახებ მათ ინფორმაციას ვაწვით. როგორ ხდება, რომ ოჯახის ექიმი თავის სამოქმედოობაში ახდენს თქვა პროფილაქტიკურ მუშაობას, თუნდაც იგივე სააგიტაციო საშუალებებით ეს ერთი და შემდგომში. ამ აღნიშნულ გრიპთან დაკავშირებით არის სხვადასხვა აზრთა ჭიდილი. თვითონ მეცნიერებში, ექიმებში, სახალხო მკურნალობის კუთხითაც თქვენ აქვე აღნიშნეთ, დავიწყოთ იმით, რომ დიდი სითხეების მიღება. კი ბატონო, სპეციალისტები გვირჩევენ, რომ მივიღოთ სითხე. რომ არავით არის სხვა მედიკამენტი ისე არ უშველის პაციენტს, როგორც დიდი სითხის მიღება. ეხლა ჩვენ ვიცით, რომ სითხე აუცილებელია მიიღოს, მაგრამ დიდი ოდენობით სითხის მიღება პრობლემას ალბათ თირკმელებსაც ცოტა შეუქმნის, ცოტა ალბათ სხვადასხვა ფაქტორი, ამაზე თქვენ ალბათ პასუხს გავხსენებთ და კიდევ შემდგომი, რომ ერთ-ერთი რუსი ექიმი რჩევას გვაძლევს, რომ ცხვირში ჩავიწვეთოთ პერეკისი. ამაზე დიდი გამოხმაურება მოხდა ჩვენი ექიმების მხრიდან, რომ ის ცხვირის ლორწოვანგას გააღიზიანებს. კი. მეორე ისევ ანალოგიურად რუსი ექიმი გვირჩევს, რომ პირბადე საერთოდ არაფერს არ შველის, იმიტომ რომ ვირუსი ძალიან პატარაა და ის ყველგან შედის თავისუფლად. და ამიტომ რჩევას გვაძლევს, რომ იმუნიტეტი გავიძლიეროთ და პირბადე უბრალოდ ეს მოჩვენებითია, პირაპირ ასე გვიცხადებს. და ალბათ შემდგომი ის არის კიდევ, რომ უბრალოდ ჩვენ ალბათ ამ ვირუსის პერიოდში ბოლო ხანებში ძალიან გააქტიურდა, რომ ანტიბიოტიკები კატეგორიულად გამოირიცხა და დადგა საკითხი მაღალ სიცხესთან დაკავშირებით. აი როგორ უნდა მოახერხოს ადამიანმა, როცა სიცხე დაბლა არ ჩამოდის. ესე იგი, იძულებული ხდება, რომ მიიღოს ის ანტიბიოტიკი თუ უბრალოდ ისევ დაეყრდნოს იმას სიცხის მიღებას და ამავე დროს თუ არის კიდევ რაღაც განსაკუთრებული ხალხური მეთოდი, რომლითაც შეიძლება იგივე ძმრით დაზელვა, იგივე სხვადასხვა რაღაცა. კითხვები ძალიან ბევრია და იქნება ერთ პასუხში მოაქციოთ ქალბატონ ერმირა, რომ ჩვენი საეთერო მართალი იწურება, მაგრამ გაძლევთ დროს იმისას, რომ კიდევ ერთხელ კარგად განუმარტოთ ჩვენს ტელემაყურებლებს.
ანტიბიოტიკის მიღება ვირუსის შემთხვევაში არავითარ არ შეიძლება არაფრით, მაგრამ ანტიბიოტიკი უნდა დანიშნოს ექიმმა თუ ვირუსი გართულდა. ხშირ შემთხვევაში შეიძლება ვირუსი გაგვირთულდეს ჩვენ ბაქტერიული ინფექციით და ამ დროს აუცილებელი არის ანტიბიოტიკის ჩართვა. თუ არ არის ის ვირუსი გართულებული რაიმე ბაქტერიული ინფექციით და არ განვითარდა პნევმონია, არ არის რაღაცა ჩიქოვანი ანგინა, არავითარ შემთხვევაში რატო ვიღებ ვირუს ანტიბიოტიკს, იმიტომ რომ ის უფრო იმუნიტეტს დამისუსტებს და მომცემს რას? არაფერს, იმიტომ რომ ვირუსი უფრო გააქტიურდება. რაც შეეხება სითხეების მიღებას, სითხე მართლა უნდა მიიღონ დიდი რაოდენობით. ოღონდ აქ ჩვენ ისე ვიტყვით, რომ ქრონიკული პაციენტები, სადაც არის გულის უკმარისობა, იქ ჩვენ შარდბენებს ისედაც ვაძლევთ პაციენტებს, რომ მოხდეს სითხის განდაცლა და თუ სითხეს მივაშველებთ, აქ ჩვენ მას არ დავტვირთვათ 3 ლიტრა სითხით, მაგრამ სამაგიეროდ დღე-ღამის განმავლობაში, თუნდაც იგივე გულის უკმარისობელმა პაციენტმა უნდა მიიღოს 2 ლიტრამდე სითხე, იმიტომ რომ ეს პირიქით, როგორც ესე ვთქვათ, დეზინტოქსიკაცია გააკეთოს ორგანიზმში, ესეთ მოქმედებას ახორციელებს ეს ჩვენი სითხე. რაც შეეხება ხალხურ მედიცინას, ხალხურ მედიცინიდან რატომაც არა მიიღონ დიდი რაოდენობით ხილი, ბოსტნეული, ეს არის ჯანსაღი საკვები, ის ნიორზე აქცენტი. ხო, ნიორი და ხალხი შეიცავს ფიტონციდებს, ეს ცნობილი არის, თუმცა მე არ ვიცი ხოლმე მეცნიერულად არსად არ მინახია რომ აიყოს დადასტურებული, მაგრამ რამდენად მოქმედებს კარგად, მაგრამ ხალხურ მედიცინაში დიდი ხანია ტრადიციულად ჩვენი წინაპრები იყენებდნენ ხავსა და ნიორს, თუმცა ისიც მინდა ვთქვა, რომ განსაკუთრებით მწვანე ხავში და მწვანე ნიორში, ანუ ახალ ხავში და ნიორში უფრო დიდი რაოდენობით არის ეს ფიტონციდები, რომლებსაც დაახლოებით ანტიბიოტიკების მაგვარი მოქმედება გააჩნიათ, ანუ ისინი კარგად მოქმედებენ ბაქტერიებზე. ის ფლორას ხომ არ გაუნადგურებს? არავითარ ფლორას არ გაანადგურებს ნაწლავში, ფლორას არ გაანადგურებს, თუმცა ის ხახვი და ნიორიც ყველასთვის არ შეიძლება რომ მიიღოს, რაოდენობაც უნდა იყოს განსაზღვრული. კიდე იციან არაყს სვამენ ხოლმე, რაღაცა არ ვიცი, ხო, ძმრით შეზელვა ეს მიღებული მეთოდია, ანუ ფაქტურად აქედან შევახდეთ გარეგანი ზემოქმედების შედეგად, ანუ ტემპერატურის დაწევას, კიდე ვიტყვი იმასაც, რომ როცა ჩვენ ვიყენებთ ანუ ძმრიან საფენებს, არ შეიძლება მისი გამოყენება თუ ტემპერატურა მაღალია, მაგრამ ანუ ხელები და ფეხები კიდურები არის ცივი. ამ შემთხვევაში მიმდინარეობს სიცარღვიანი სპაზმით ტემპერატურა და თუ ჩვენ მას ცივს მივაკარებთ, აუცილებლად ძალიან ცუდად დამთავრდება, კრუნჩხით დაგვიმთავრდება განსაკუთრებით ბავშვებში, ამიტომ ამას არ ვიყენებთ, თუ არა გვაქვს ხელები და ფეხები ცხელი, უნდა იყოს ცხელი, უნდა შეეხნენ, შეიძლება არის ტემპერატურა 40 გრადუს ცელსიუსი, მაგრამ კიდურებზე როცა ვავლებთ ხელს, ვნახულობთ რომ არის ძალიან ცივი. ამ შემთხვევაში არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენონ ეს გარეგანი მეთოდები, მაგრამ თუ არის ცხელი კიდურები, აუცილებლად შესაძლებელია ეს გარეგანი მეთოდები, ასევე შეიძლება არაყი და წყალი ერთ-ერთზე შეზავებული, ამასაც იყენებენ, მიღებული მეთოდია. შეიძლება ჩვეულებრივი ოთახის ტემპერატურით დაზელვა, ეს გაიდლაინებითაც მოწოდებულია, უნდა დაიზილოს პაციენტი და ამასაც საკმაოდ კარგი შედეგი გამოაქვს, კარგ შედეგს გვაძლევს, მაგრამ რაც შეეხება წყალბადის ზეჟანგის ცხვირში ჩაწვეთებას, ეს არის საკმაოდ მევთვლი, არა მარტო მევთვლი, რომ მიუღებელი მეთოდი, იმიტომ რომ ის იწვევს დამწრობას, თუნდაც კანზე რო დავიწვეთო წყალბადის ზეჟანგი, მე ძალიან ცუდია, იმიტომ რომ ინტერნეტში რაც მე მინდა მოსახლეობას მიმართო, რას ინფორმაციასაც ნახულობთ ინტერნეტში, ის ყოველთვის არ არის დაზუსტებული და მეცნიერულად დამტკიცებული და ამას არ უნდა ენდოთ თუ არ გადაამოწმებთ. და ნახავთ რა კვლევები ამაზე ჩატარებული. მას ხელის ვინც სვამს ან იწვეთებს, ხო, ერთი წვეთი წყალბადის ზეჟანგი ხელისთიც დაიწვეთეთ და დააკვირდით, ნახავთ როგორ დამწრობას მიიღებთ. ეს არის ხელის კანის შედარებით, ანუ უხეშია ვიდრე ცხვირის ლორწოვანი, ხო? ის არის ძალიან ნაზი და სათუთი და იმას როცა ჩაიწვეთებ, აუცილებლად მიიღებ ლორწოვანის დამწრობას და მე ისიც გამიგია, რომ კიდე სვამენ რაღაცა წვეთობით, კი, წყალბადის ზეჟანგს სვამენ, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ესეთი მეთოდების გამოყენება. კი ბატონო, თუ მაინც და მაინც არ გინდათ ჩაიწვეთოთ ფიზიოლოგიური ხსნარი, რომელიც არაჩვეულებრივია, თუ ვერ ყიდულობთ და იმ დროს არ მიგიწვდება ხელი აქამდე ვერ მიდიხართ, ადუღეთ წყალი და 9 ლიტრი ანადუღართ თბილ წყალში ერთი ჩაის კოზი მარილი გახსნით, მიიღებთ იგივე ფიზიოლოგიურ სითხეს და შეგიძლიათ ეს ჩაიწვეთოთ ცხვირის ნესტოებში და ასევე შეგიძლიათ ყელში სავლებად გამოიყენოთ. ნუ მიმართავთ ისეთ მეთოდს, რამაც შეიძლება ბევრად უარესი ზიანი მოგაყენოთ, დაუშვათ ვიდრე იმ
რა ვიცი ვირუსმა და ისა. რაც შეეხება ბადეს, პირბადე აღნიშნული არის, რომ ჩვეულებრივი პირბადეები სადღაც 90-90%-ით 85%-ით იცავს ადამიანს დაინფიცირებისაგან, თუ იქნება ეს სპეციალური ნიღაბი, ის 90-95%-ით, ну საკმაოდ დიდი პროცენტია, ნორმალური პროცენტია და რაც შეეხება იმას, რომ ვირუსი ძალიან წყლილი ნაწილაკია და საკმაოდ შორს მანძილზე ვრცელდება, არა, თუ ჩვენ დავუშვათ ხელებს ხშირად დავიბანთ, ავიცილებთ, ანუ მგზავრობის შემდგომ, რამენივთან შეხების შემდეგ თუ მალე დავიბანთ, ხშირად ვიბანთ ხელებს, ანუ ვირუსებს ჩამოურეცხავთ, ავიცილებთ, რაც შეეხება ხველების დროს თუ დავიცავთ და ცემინების დროს წეს და არ ავიფარებთ ესე ხელს და აქ ისევ ხდება ვირუსის დალექვა, აი ამ შემთხვევაში გადამდებია და თუ დავაცემინებთ სწორედ და დავახველებთ ესე და ავიფარებთ იმას და არ მოხდება ვირუსის გაბნევა და თუ ჩვენ ვიმყოფებით ვირუსის დაავადებულთან 1 მეტრის მანძილის რადიუსზე, 1 მეტრის მანძილზე ვერ აღწევს ვირუსი, 1 მეტრამდე რომ იდის, მერე ხდება მისი დალექვა, ასე რომ არც ეს არ არის საშიში. გასაგებია და ბოლოს ჩვენი საუბრის დასასრულს დროს კი გადავემეტეთ, მაგრამ თქვენი რეზიუმე დასკვნა, რომ შეიძლება ნებისმიერ დაინფიცირებულთან თანადგომა, ვირუსთან ბრძოლა და ალბათ გამარჯვება, რა დღეს ვარ ჩვენებისთვის. რა თქმა უნდა, დღეს ჩვენ თითოეული ჩვენთაგანი ვართ იმისთვის მზად, რომ დავამარცხოთ ვირუსი, ну ვირუსი ესე ვერ დავამარცხოთ, რომ სულ აღარ არსებობდეს ვირუსი, მაგრამ როცა არის ხოლმე სეზონური შემთხვევები, ამ დროს ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ერთად დგომით და სწორი მკურნალობით, სწორი მიმართულებით შევაჩერებთ იმ ვირუსს და ავიცილებთ თავი და მრავალ გართულებებს. მინდა ისიც აღვნიშნო, რომ დღესდღეობით ჩვენი ჯანდაცვის სისტემა საკმაოდ, ანუ ესე ვთქვათ, მზად არის იმისთვის გართულებების შემთხვევების სამართავადაც, იმიტომ რომ 2009-10-11 წლებში არსებულმა ამ H1N1 ვირუსის გავრცელებამ საკმაოდ დიდი გამოცდილება დატოვა და ანუ არ არის საქართველოში ისეთი სიტუაცია, რომ თქვათ, რომ ვერც დიაგნოზი ვერ დაისმება ლაბორატორიულად და ვერც შესაბამისად ვერ უმკურნალებენ. ამისთვის ჩვენი ჯანდაცვის სისტემა გამართულია და მზად არის. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ კონტაქტი მუდმივად არის მაგალითად ოჯახის ექიმსა და რაიონულ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს შორის და რაიონული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს შორის. ანუ იმდენად ჯაჭვი, იმდენად კარგად არის მყარად შეკრული, რომ ფაქტობრივად მუდმივად ერთმანეთთან ინფორმაციის გაცვლა ხდება და ანუ ეს არის საკმაოდ ისე ფხიზლად ყოფნა იმისთვის, რომ ვირუსმა ანუ ცუდი შედეგები არ მოგვცეს. დიდი მადლობა. პატრიოტო ტელემაყურებლებო, მინდა ისე და ისე შეგახსენოთ, რომ გადაცემა ჯანმრთელობის ხარდამჭერია ფრანგულ-ქართული სამედიცინო ცენტრი კახეთი იონი. სადაც წარმატებით მიმდინარეობს სკრინინგით გათვალისწინებული გამოკვლევებია. ეს გამოკვლევებია მანდილოსნის სარძევე ჯირკვლების, სადაც უნდა მიბრძანდნენ 40-დან 70 წლის ასაკის მქონე ქალბატონები, საშვილოსნოს ხელის გამოკვლევა 25-დან 60 წლის ასაკის მქონე ქალბატონები, მსხვილი ნაწლავის გამოკვლევა 50-დან 70 წლის ასაკის მქონე მოქალაქეები და პროსტატის გამოკვლევა 50-დან 70 წლის ასაკის მქონე მამაკაცები. თბილისის გარდა საქართველოს ყველა რეგიონიდან. ცხადია, ეს ყველაფერი უფასოდ. ხელმძღვანელი ქალბატონი ხათუნა ჭონიაშვილი და ფუნქციონირებს დიალიზის და ქიმიოთერაპიის კაბინეტი, სადაც შესაბამისი კუთხით დაავადებულებს შეუძლიათ მიმზადნენ და ჩაიტარონ მკურნალობა. წარმოგიდგენთ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარს, ოჯახის ექიმი ქალბატონი ელმირა ბეციაშვილი. ქალბატონი ელმირა, მადლობა აქ მომბრძანებისათვის. მეტად საინტერესო საუბრისათვის და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ჩვენი ტელემაყურებლები, ჩვენი მოქალაქეები გაითვალისწინებენ იმ რჩევას, იმ დარიგებას, რომელიც ჩვენი ტელეეთერის საშუალებით მათ მიეწოდათ. ამიტომ მინდა თქვენთან ერთად დავიმშვიდობოთ ჩვენს ტელემაყურებლებს, უსურვო ჯანმრთელობა, ბედნიერება ყველას, კარგად გზანდებოდეთ, მომავალ შეხვედრამდე.
გადაცემის მხარდამჭერია ფრანგულ-ქართული სამედიცინო ცენტრი კახეთი იონი.